Უჩეთან ბურჯანაძეც იდგა და ფაჩატურში გეჯდა პარლამენტში ერთად ბურჯანაძის ამბავი, კაცო ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო ირაკლი კობახიძე, იცით თქვენ ეს? მამამისი იყო ბურჯანაძის პარტიის წევრი. კობახიძე არ ყოფილა. ირაკლი კობახიძე მოიყვანეთ აგერ არის ირაკლი ნინო ბურჯანაძის შვილი და მოყვება. სადაც მამამისი იყო, იქ იყო 2000 სააკაშვილთან იყო კაცო ნინო ბურჯანაძე. 2014 წლამდე. რევოლუცია მოაწოდა 2000 ბურჯანაძის რომ იხსენებთ 2014 წლამდე ირაკლი კობახიძის მამა თქვენი პარტიის თავმჯდომარე არ იყო ბურჯანაძესთან? ერთად არის და სააკაშვილ ბურჯანაძე იყო ირაკლი კობახიძე თქო გეუბნები და რას მიხსენებ ახლა სადღაც გვერდიგვერდ დავჯექით იმას მაგიდას და არა მაგას გეუბნები კაცო ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი თქვენი პრემიერ-მინისტრი თქვენიც არის არა მე სხვა რამეს ვიძახი მე არასდროს არ ამიჩევია კაცო მე არ ხმა არ მივიცი არ კობახიძის ეხლა სხვა რამეს გეუბნები ბურჯანაძის თუ ბურჯანაძე არის პრობლემა მაშინ პრობლემა უნდა იყოს კობახიძის მამისთვის რომელიც გიორგი ვაშაძე და ბურჯანაძე გიორგი ვაშაძესთან ერთად როცა იყო მთავრობაში ბურჯანაძე მაშინ პაკლენაია გურაზე არ მიდიოდა და პუტინს მან როგორ არა ჩადიოდა დელეგაციაში კობახიძის მამასთან ერთად იყო სააკაშვილი ჩავიდა მაშინ არ გინდა გაინტერესებთ მაშინ სააკაშვილი არა ფაქტებს ახლა არასწორად ამბობ სააკაშვილი 2008 წლამდე იძახი 2008 წლამდე ამბობ 2008 წლის მერე 2008 წლამდე ომი არ ქონდა ჩვენ რუსეთთან მერე რა ხდებოდა რატო ჩადიოდნენ იმიტომ რომ ჩადიოდნენ აფხაზეთი არ იყო არ იცი რატო ჩადიოდნენ მე მგონი ინფორმირებული ჟურნალისტი ხარ მე ინფორმირებული ხარ რატო ახდენ ულტრირებას რას ახდენ კაცო ივანოვიც იყო ჩამოსული ულტრირება თუ მაცლი კარგი იქნება ულტრირებას რუსეთთან მითო ჩადიოდნენ საქართველოში რომ ლაპარაკი იყო რუსი ჯარის გაყვანაზე ვის დროს გავიდა რუსი ჯარი საქართველოსთან სააკაშვილის დროს შევარდნაძის დროს დაიწყო პროცესი კაცო გასაგებია რაღაცა შევარდნაძის დროს დაიწყო რაღაცა ზვიადის დროს დაიწყო ეგ არ არის თავარ საკითხი თქვენ ხო გაქვთ პრეტენზია არა სააკაშვილი იძახდა რომ თავარი პარტნიორია პუტინიო კაცო გახსა არ გახსოვთ ეს გასაგებია თავარი პარტნიორი კი არა თავარი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია ქართული ოცნებისთვის მაგრამ ამაში კი არა საკითხი არის აი თავარი პროპაგანდა რომელსაც ავითარებს ხელისუფლება რომ ვიცავთ სუვერენიტეტს ვიცავთ მშვიდობას მე დავსვა მარტივ კითხვას. საქართველოს როდის იქნება უფრო დაცული? როცა ევროკავშირის წევრი იქნება და ძლიერი ამერიკა იყოლება გვერდით პარტნიორად, თუ იქნება მარტოდარჩენილი, დაუცველი ყაველაშვილის თავარსარდლობის იმედად და ქართული ოცნების ლაპარაკის იმედად. გადავდოდეს პოლიტიკა პარლამენტს ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ, არჩევნებს ვაღიარებთ. აი, თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, ჩემი ოჯახისთვის, საქართველოს ოჯახებისთვის. მარტივი საკითხი ვთქვათ. აი, როდის არის საქართველოს უფრო დაცული მარტოდარჩენილი? დაუცველი და რა ძლიერი პარტნიორი ყოველთვის ჯობია მარტო კაცო აბაზეა კი არ გედავებით მე ვინ დატოვა საქართველოს პარტნიორების გარეშე მაშინ კითხვას გისვათ და თქვენ რა გააკეთეთ ოპოზიცია არ ჩადიოდით ბრიუსელში და რა კრიტიკებდით საქართველოს ხელისუფლებას რატო ჩადიოდით ოპოზიციის წევრები თვითონ ლაპარაკობდნენ რომ ბრიუსელში ჩავდივართო რომ არ მოგცენო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არა ხატია დეკანოიძე არ თქვა კაცო მე მიგვეს თქვენ რატო არ შეგიყვანეთ ქართული ოცნება თავის სიაში იმიტომ რომ რასაც მეუნებოდნენ პარლამენტში არ ვიცი ხატია რა შემოდა მე დავდიოდი ამ შეხვედრაზე გიორგი ვაშაძე დადიოდა ამ შეხვედრაზე იყვება ხატია დეკანოიძე არ ვიცი ხატია დეკანოიძე რა საბოს კაცო ქართული ოცნება ამერიკამ ტრად გამოაცხადა ევროპამ ტრად გამოაცხადა რამის ეგ ქალბატონი ყავს გადაცემაში მოწვეული მასონები მართავენ სოფლიოსო და ეხა ჩემს მერე უნდა გამოვიდეს და უნდა ელაპარაკოს ხალხს და არ გაინტერესებს მე მგონი თქვენ გიდათ რომ მე ხო ვიცი დემაგოგია ხო არ ვეწევით აქ დემაგოგია მარტივი დემაგოგია აბა რა არის რატო ეგ ბუჯანაძეზე მეკითხე ხო პასუხს რომლის გენერალური დივანი იყო კობახიძის მამა. კარგი, დავანებოთ ამას თავი. დავანებოთ. თავარი ფუნდამენტურ საკითხზე. შევთანხმდით ფუნდამენტურ საკითხზე? საქართველოს როდის იქნება უფრო დაცული? პარტნიორები საქართველოს. კი, ვინ დატოვა საქართველოს პარტნიორების გარეშე? თქვენ რა გააკეთეთ რომ არ დარჩენილიყო ამას? მე რომ ახლაც ორი ვიზიტი მქონდა ჩვენ, გიორგი ვაშაძე იყო შტით შეხვედრაზე. მანამდე იყო ამერიკის შეერთებული შტატებში, მერე იყო ბრიუსელში, მერე იყო ევროსაბჭოში. თავარი საკითხები ჩვენთვის რასაც ვლაპარაკობთ. დაასანქცირეთო, ხო? არა, ვინ და რასაც ქვეყანა საქართველოს ხელისუფლება. ქვეყანა დაასანქცირეთ. ხელისუფლება ხო? ყოველთვის ვიტყვი, არ მომერიდება მოძალადე, ვინც არის, ვინც ხალხს უპირ დაულეცა ბიჭებს, დაკავებული ბიჭებს. ვინც აქცეული თქვენ კოლეგას თავზე ბურთი ითამაშა, დიახ უნდა დასანქცირდეს ყველა. არ მეთანხმები მაგაში? დამნაშავე ყველა უნდა დაისაჯოს. შევთანხმდით. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ არა, მე კი არ ვაპროტესტებ, თქვენ მიჩვეული ხართ, იცი რა არის პატა. ის იმდენად ახართ რესპონდენტები გადაჩვეული, რომ პოლიტიკოსი რომ ხართ, რომ კრიტიკული შეკითხვა უნდა დაგისვან, ვერით ამ კრიტიკულ შეკითხვას. ხარე რას ნიშნავთ? აბა თქვენ რაც მოგწოთ ის ყველა კოცის თავარი ნარატივი რაც არის, იმას იმეორებ. ერთ შემთხვევაში როგორ არ შეიძლება რომ დაემთხვეს, რაც აღიაროს ლოგიკა არის. გეუბნებით რომ ბურჯანაძე შენ დაასანქცირეო ქვეყანაო იმის გარეშე ტოვებო მე კი არ ტოვებ ივანიშვილი ტოვებს საქართველოს და თქვენ რას აკეთებთ რო არ დავრჩეთ მე რას
ყველაფერს ვაკეთებ. სარწმუნოდ რა შეგვიწყვიტონ ვიზა ლიბერალიზაცია. რა თქმა უნდა, მეუბნებ რომ ქართველი ხალხი არაფერი არ დააშავა, უნდა დაისაჯოს. გააგზავნეთ ეს წერილი, შეგიძლიათ რომ გვაჩვენოთ, აი ღიად რომ მიმართა. შეხვედრების ფორმატები რაც არის, ხარდულ ოცნება ვის თუ გაიგო ხატია დეკანოიძე რას ლაბარაკობდა. ხატია დეკანოიძე რას ლაბარაკობთ, რას ლაბარაკობთ, მაგივერი გაიგო კაცო. ღია თქვენ ხათუნა სამნიძემაც ღია თქვენ ხო არ დაგავიწყდეთ. სისულელეზე თავის მართლებას მიმართავ მოხალხეებს, ძალიან მარტივად არის საკითხი. ეხლა რა დღეშიც არის ქვეყანა რომ ფაქტიურად იზოლაციაშია, ცივილიზებული სამყაროდან არის მოკვეთილი, ეს არის ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც მიზანმიმართულად საქართველოს მიიყვანა ამ მდგომარეობაში. მათთვის ჩარტერულ რეისები დაფრინავენ ჩვეულებრივად ევროპაში, თავიანთ შვილები სწავლობენ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, ამ ნაძვარცვიფულებით დიწილად და ხალხს ასე უნებიან, იცი? ევროპა არის გარყვნილიო, LGBT პროპაგანდას გვაძალებენო და თქვენი შვილები არ გაუშვათ იგო. თუ ცუდია ეს ევროპა თავიანთ შვილებს რატო უშვებენ ამ ევროპაში? იმ პენსილვანიის უნივერსიტეტი რატო სწავლობს ღარიბაშვილის ის თუ მტრები არიან და თუ მასონები მართავენ ქვეყანას და თუ ამერიკას deep state მართავს, რატო უშვებენ თავის შვილს ამ პენსილვანიის უნივერსიტეტში? მაგრამ ეს ხო არის მიაფასიანი, ესე ვთქვათ, პროპაგანდა. მეტი არაფერი არ არის. აი მარტივ რამეს გეტყვით. საქართველოში დღეს არის სერიოზული კრიზისი. მათ შორის კრიზისი არის, რომ აი ხლა პარლამენტის ეგრეთ წოდებულ წევრებს რო 400%-ით გაეზარდათ ხელფასი. ხო? ვინმეს გაეზარდა საქართველოს მოქალაქეს თუნდაც რა ვიცი 100%-ით. არავის არ გაეზარდა ხელფასი. ეს ხალხი, რასაც ხალხი შრომობს და ჩვენი ემიგრანტები აგზავნიან უცხოეთიდან, აი ამის ხარჯზე დგას საქართველოს